დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 9 თებერვალია, ორშაბათი, ეთერში ერთსლოვნების დილა, სოფიო კუჭავასთან ერთად. ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. სანამ გეტყოდეთ თუ ვინ არიან ჩვენ გადაცემის სტუმრები და რა თემებზე ვისაუბრებთ, მანამდე ერთად ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 9 თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს წმინდა იოანე ოქროპირის ნაწილთა აღმოყვანებას. წმინდა იოანე ოქროპირის ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. მაშასე რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას. გადაცემის პირველი სტუმარი იქნება ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ წმინდა იოანე ოქროპირის შესახებ, რომლის ნაწილთა აღმოყვანებას აღნიშნავს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს, ანსამბლი რუსთავი დიდ ბრიტანეთში ტურნესათვის ემზადება. მუსიკოსები საგასტროლო მოგზაურობაში 12 თებერვალს გაემგზავრებიან. ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი იმყოფება ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზში და ტურნის შესახებ უფრო მეტს უკვე ჩართვიდან შევიტყობთ ნინ გადაცემის მსვლელობისას ჩაგვერთვება. ძალიან საინტერესო თემა გადაცემის ნაწილში, როგორია ბავშვთა სამგზავრო სავარძლების გამოყენების სტატისტიკა საქართველოში, სერტიფიცირებული სავარძლების მნიშვნელობა, მითების სავარძლების შესახებ და სიახლეები. თემაზე სასაუბრად შემოგვერთდება საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car City-ს აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ლანა გიორგაძე. ასეთ საინტერესო გადაცემა გეულდებათ წინ, დარჩით ჩვენთან ერთად. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი. გავიგოთ როგორი ამდია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში მოძღვართან ერთად ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი შემოგვიერთდა. დილამშვიდობის დაგლოცეთ მშვიდობის ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. დაგვილოცოს ღმერთმა წმინდა იოანე ოქროპირის მეოხებით ჩვენი დედა სამშობლო და გაგვიერთიანოს, დედა ეკლესია გაგვიძლიეროს. დიდ ხანს და ჯანმრთელად გვყავდეს ჩვენი პატრიარქი
ხერული დაუხილავი რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოვიდნენ, ღმერთო დაამშვიდოთ ყველა და გადაგვიჩვენოს ჩვენი სამშობლო. მიულოცავთ დღევანდელ დღეს ჩვენი ტელევიზიის ერთგულ მაყურებელს და ღმერთმა დარუცოთ და გაახაროთ. ჩვენს გილოცავთ და ჩვენც ულოცავთ ჩვენს მაყურებელს. დავიწყოთ საუბარი მამ გიორგი წმინდა იოანე ოქროპირის შესახებ, თუ ვინ იყო წმინდა იოანე ოქროპირი და რატომ უწოდეს მას ეს სახელი? დიახ. წმინდა იოანე ოქროპირი ესაა დიდი მნათობი დედა ეკლესიისა, ჩაუმქრალი მნათობი ვარსკვლავი მართლაც, რომელიც მე-4-მე-5 საუკუნეების მიჯნაზე გამობრწყინდა და მისი სახელი ძალიან დიდად არის გავრცელებული. უნდა გითხრათ, რომ საღვთისმოწყალო მეცნიერების თითქმის არც ერთი დარგი არ დარჩენილა წმინდა იოანე ოქროპირს თავისი ღრმა და მნიშვნელოვანი კვალი რომ არ დაემჩნია. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ მისი ნაწილების აღმოყვანება და გადასვენება კონსტანტინოპოლში, აი საქართველოსდან, კერძოდ კომანიდან გადააბრძანეს მისი ნაწილები, მაგრამ მანამდე ალბათ შევეხოთ მისი ცხოვრების გარკვეულ დეტალებს. არის ესეთი უწყება, რომ იგი ანტიოქიაში დაიბადა დაახლოებით 2 წელია მიჩნეული 344-ან 347 წლები. მისი მშობლები იყვნენ სეკუნდუსი და ანთუსა. სეკუნდუსი იყო სირიაში წარჩინებული სამხედრო მოღვაწე, წარჩინებული ოჯახი ჰქონდათ. იგი მალევე გარდაიცვალა, მისი დედა 20 წლისა იყო, როცა დაქვრივდა და მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა იოანეს განსწავლულობას, განათლებას, აღზრდას. და შემდეგ ისე იყო, რომ აი იმ პერიოდში იყო წარმართული სკოლები და იოანე სწორედ ანტიოქიის ამ წარმართულ სკოლაში მიაბარეს და ისწავლა მან რიტორიკა, ფილოსოფია, ყველა ის მეცნიერება, რომელიც იქ ისწავლებოდა და იგი იყო იმჟამინდელი ერთ-ერთი გამორჩეული ორატორის და მქადაგებლის წარმართი იყო, ლიბანიოსის საუკეთესო მოსწავლე იყო. წმინდა იოანემ დაამთავრა სასწავლებელი, მას სამართალი საფუძვლიანად შეისწავლა და იგი იყო მსაჯული, აი განსაჩილთა მსაჯული იყო და ამ პერიოდში ძალიან დაუახლოვდა საერო ხელისუფლების წარმომადგენლებს. მაგრამ იოანე თავის ბუნებით ესეთი დაბალი მყუდრო იყო და არ სურდა, არ იყო მისი სურვილი ამ ხალხთან გარევა, მაგრამ ესე იყო საქმე, რომ აი მაშინ ძალიან გავრცელებული იყო თეატრალური სანახაობები, წარმოდგენები და იოანე უნდა და არ უნდა და მაინც იყო ჩართული ამ წრეში, ამ გარემოში, მაგრამ აი ამ ყოველივეს ამაოება რომ იხილა, მან განიზრახა რომ დაეტოვებინა საერო სამსახური. მართლაც დატოვა სამსახური და დაუახლოვდა ძალიან ეკლესიაში დაიწყო აქტიური სიარული, აქტიური მოღვაწეობა, თანამონაწილეობა. იმჟამად იყო ანტიოქიის მღვდელმთავარი მელეტი ძალიან დაიახლოვა, შეიყვარა იოანე და ესეთი ტრადიცია იყო, რომ ადამიანები სანამ სრულწლოვანებას არ მიაღწევდნენ, მანამდე არ ინათლებოდნენ. თუმცა კი ამას წმინდა მამები ამის საწინააღმდეგოდ გამოდიოდნენ, მოუწოდებდნენ, რომ ბავშვი დაიბადება რა უმჯობესია მაშინე ჩვილობაში მოინათლოს და ღვთისმადლს ეზიარონ. ამასვე ამბობდა მოგვიანებით წმინდა იოანე ოქროპირი, მაგრამ აი იგი 28 წლისა მოინათლა და დაადგინა მედავითნეთ მელეტი და უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ დაწერა პირველი თავისი ასკეტური თხზულება დაცემულისადმი, რომელიც თავის მეგობარს მიუძღვნა. და ეს იყო ფაქტობრივად აი მისი უკვე როგორც ღვთისმეტყველის გამობრწყინება. და აღსანიშნავია, რომ მან დაიწყო ქადაგებები და მის ქადაგებას უამრავი ხალხი მოდიოდა, უამრავი ხალხი უსმენს და განიზრახეს, რომ ეს ახალგაზრდა მედავითნე მეზობელი რაიონის ქალაქის ეპისკოპოსად განემწესებინა, თუმცა იოანე ბუნებრივი ამაზე უარი განაცხადა თავისი ამ სიმდაბლის გამო, იგი ამ პატივის ღირსად არ თვლიდა თავის თავს და შემდეგ ისე გადაწყვიტა, რომ დედას სთხოვა და გაუმხილა, რომ მას სურდა განმარტოებით ცხოვრება, წასულიყო მონასტერში და დამოუკიდებლად ეცხოვრა და ელოცა და მარხულობაში ყოფილიყო. დედამ სთხოვა, რომ განმიახლებ ჭრილობას, ქვრივობის ჭრილობას, რომელიც 20 წლისა დაქვრივდა და შენი აქედან გასვლით მას დიდი ცრემლით ევედრებოდა, რომ არ წასულიყო იოანე და მართლაც სანამ ცოცხალი ვარ, რომ ჩემთან იყო და მართლაც გარდაიცვალა რა დედამისი, მან ყოველივე რაც კი რა მქონდა, ყველაფერი გაყიდა, დაურიგა გაჭირვებულებს, ქვრივობლებს და წავიდა მონასტერში საცხოვრებლად. მონასტერში აქ მან დაწერა სიტყვა მღვდლობისათვის, 6 სიტყვა არის
და უნდა აღინიშნოს, რომ აი სწორედ მაშინ ხდება გამოცხადება, ჩვენება, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და პეტრე მოციქული ეცხადებიან და იოანე აუწყებს მას, რომ უფლისნებაა, რომ შენ იქადაგო ხალხში გაავრცელო ქრისტიანობა, რადგანაც ანტიოქია მაშინ ძალიან ჭრელი ქალაქი რეგიონი იყო, უამრავი ხალხი, უამრავი სექტანტური დაჯგუფებები იყო და უნდა იქადაგო შენ და აი ამისი კურთხევა უფლისგან მოგეცა. ხოლო პეტრე მოციქულმა მას გასაღები გადასცა შეკვლისა და გახსნისა, რომ ეს უფლის მიერ არის შენზე წარმოგზავნილი, რომ შენ ვისაც შეკრავ შეკრული იქნება, ვისაც გახსნი ხსნილი იქნება. იოანე დაიჩოქებს და ამბობს, რომ არა ვარ მე ამის ღირსი და თუმცა ეს ყოველივე რომ მეუწყა, მან განიზრახა განმარტოვებულიყო და სენაკში განმარტოვებით დაიწყო მან ცხოვრება. რამოდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. აქ ძიმე მარხვამ და ასკეტურმა ცხოვრებამ იგი დააუძლურა, თან ამავე დროს მას ჰქონდა ესეთი უწყება, რომ უნდა წამოსულიყო და უნდა გაეგრძელებინა ის აღესრულებინა ეს, რაც მას აუწყა წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა და ასევე პეტრე მოციქულმა და ბრუნდება ქალკედონში და იწყებს იგი მოღვაწ ანტიოქიაში და იწყებს იგი აქ მოღვაწეობას. აღსანიშნავია, რომ მელეტემ იგი აკურთხა დიაკვნად. ხოლო შემდგომ უკვე მოგვიანებით იგი მუდრად ეკურთხა, მაგრამ რა არის საინტერესო, რომ აი ამ პერიოდში თვითონ ანტიოქიაში სამი მღვდელმთავრის მიმდევრები იყვნენ, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან და ესენი იყო აი ერთი როგორც მოგახსენეთ მელეტი, სებასტი, პავლინი და მათი მიმდევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან. აქ იყო ამავე დროს გავრცელებული მრავალი მწვალებლური სწავლება. არიანელები, ანომეველები, საბელიანები, სამოსატელები ერთმანეთს უპირისპირდებიან და აი ამ ჭრელ რეგიონში ქადაგებლად დააყენეს იოანე. ქადაგება ძალიან რთული იყო. აღსანიშნავია, რომ აი იოანე 386 წელს მელეტის მემკვიდრე იყო, მელეტი ეპისკოპოსისა ფლავიანე, მან მღვდლად აკურთხა, ოღონდაც ისე რომ მას ტაძარი არ ჩააბარეს და ტაძარში მსახურებისთვის არა, იგი ქადაგებლად დააყენეს და აი ამ ხალხში ძალიან რთული იყო. მერე ისე ხდებოდა, რომ ეს ხალხი სპეციალურად უპირისპირდებოდნენ, იყო და სისხლისმცემელი დაპირისპირებების კი მიმდინარეობდა, მაგრამ წმინდა იოანეს ქადაგებისას აი ეს თითქოს მოგვარდა, თითქოს ჰარმონიული თანაცხოვრება დაიწყო. რაც შეეხება მის სახელწოდებას თქვენ წეღარ მითხარით და ერთ-ერთი ქადაგებისას, როცა იგი ქადაგებდა, ხალხი აჩერებდა, ტარს უკრავდა და დიდ ემოციებს და ოვაციას გამოხატავდა და ერთმა ქალმა, მორწმუნე ქალმა, რომელიც ისმის მის სიტყვებს, მიმართა ხალხი და რომ წმინდაო, სულიო მამაო, იოანე ოქროპირო, შენი სიტყვა ძალიან ღრმა არის და ჩვენი გონება ბოლომდე ვერ წვდებაო და ამის შემდეგ დაჩა მას ოქროპირი სახელდება, რომელიც ბუნებრივი ესი არის ბოლომდე და იოანე მიხვდა, რომ ეს ქრისტიანული სწავლების სიღრმეების ესეთი წვდომით თვითონ რომ წვდება და ესე გადაცემა ხალხისთვის შეიძლება, მსმენელისთვის შეიძლება ცოტა რთული იყო და მან გაამარტივა თავის ქადაგება ისე რომ ყველასთვის გასაგები ხდებოდა მისი ქადაგება. შემდგომ ისე მოხდა, რომ 387 წელს გარდაიცვალა კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნექტარიოსი. იმჟამად აღმოსავლეთ რომის იმპერია კონსტანტინოპოლით, რომელიც არის ცენტრი, არის იმპერატორი არკადიუსი და ევდოქსია დედოფალი. არკადიუსი იყო 253-408 წლებში განაგებდა ამ რეგიონს. მისი მეუღლე ევდოქსია იყო ძალზედ პატივმოყვარე ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად თვითონ განაგებდა, თვითონ სურდა განეგო და ემართა აღმოსავლეთ რომის იმპერია. არკადიუსი სუსტენების ყოფის ადამიანი ყოფილა, როგორც ამბობენ, მაგრამ არკადიუსს ეხმარებოდა მისი ერთ-ერთი თანაშემწე იყო ევტროპიუსი. მათ გაიგეს რა, რომ ანტიოქიაში არის ესეთი დიდი მქადაგებელი, აი ევტროპიუსის დაჟინებით მოითხოვეს, რომ იოანე ოქროპირი წამობძანებულიყო, განმოსულიყო და ემართა კონსტანტინოპოლის საამბუდამთავრო ტახტი. ამას
აი გამოჩნდნენ ისეთი მღვდელმთავრები, ისეთი სასულიერო პირები, რომლებსაც არ სურდათ მისი დაწინაურება, იყო ესეთი ერთ-ერთი თეოფილე ალექსანდრიელი, მას ალექსანდრიის მთელი ამ აფრიკის რეგიონის საეკლესიო კუთხით ებარა და მაგრამ ევტროპიოს აი იმპერატორის თანაშემწეს ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა და მან თავის ხელით აკურთხა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე იოანე. იოანეს კონსტანტინოპოლის გარდა ეკუთვნოდა ასევე სხვა რამოდენიმე ოლქი და იგი ძალზედ მართლად განაგებდა ამ ყოველივეს. მას უკვე მიეცა ახლა საშუალება, რომ აი თავისი სამწყსო შემოიარა მთლიანად და უამრავი ხარვეზი დაინახა, უამრავი უკეთური ქმედებები და ზოგიერთი ეს პრესვიტერი, მღვდელი, სასულიერო პირი, რომლებიც არამართებულად აღასრულებდნენ თავიანთ მსახურებას, დააყენა მსახურებიდან და ვინც ერთგულად, თავმდაბლად, სიყვარულით, პატიოსნად აღასრულებდა, ისინი დააწინაურა. ეს განყენებული სასულიერო პირები ბუნებრივია დაუპირისპირდნენ იოანეს. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ აი წაღარ თქვი ევდუქსია დედოფალი თქო, ევდუქსია იყო ესეთი ამპარტავანი და თავნება ადამიანი, რომ ყველაფერზე მიდიოდა, ოღონდაც საიმპერატორო ხაზინა გაემდიდრებინა, თავის სახელი წინ წარმოიყვანა და წარმოეჩინა. და ესეთი პატარა ესეთი ნიუანსია, რომ ერთი ქვრივი ქალი ყოფილა, რომელსაც აი ამ იმპერატორის ვენახების გვერდით ქონია ვენახი ძალიან კარგი მოვლილი და ამან განიზრახა, რომ ეს ვენახი წაერთმია ქალბატონისათვის და ესეთი ტრადიცია ყოფილა, რომ შევიდა ყლორტი, რომელზეც იყო მტევანი მოწყვიტა, მოგლიჯა და შეჭამა აქედან ამ ყლორტიდან ყურძენი. და ეს იმას ნიშნავდა, რომ ეს ვენახი ამ ქალს უნდა დაეთმო დედოფლისათვის. ამ ქალბატონმა, ქვრივმა ქალბატონმა მიმართა დახმარებისთვის იოანეს და იოანე ძალიან ეხმარებოდა ამ ადამიანს, რომ არ დაჩაგრულიყო და ამან ეპრაქსია გაამძვინვარა, მოკლედ დაუპირისპირდა სასტიკად. ამავე დროს უნდა გითხრათ, რომ იყო ესე ტრადიციაც, რომ ადამიანი, რომელიც რაიმეში იყო შემჩნეული დანაშაულში, თუ იგი ტაძარში აფარებდა თავს, სანამ მეორე განსჯა არ მოვიდოდა, ანუ არ განსჯიდან, მანამდე მისი დაპატიმრება და მისი საპყრობილეს შეგდება არ შეიძლებოდა და წეღარ რომ თქვით ეს ეტროპიოსი, რომელიც თავიდან იოანეს მხარდამჭერი იყო, დაინახა რა იოანეს ეს ობიექტური ხაზი, მისი მოღვაწეობის ამ კაცრი ხაზი, რომ ის არ ერეოდა არანაირ ამ საერო დღესასწაულებში და მკაცრად აღასრულებდა საეკლესიო მართვა-გამგეობას, ეტროპიოსის დაუპირისპირდა. მაგრამ ისე და ეტროპიოსმა აი ეს კანონი, რომელიც იყო, რომ თუ მონასტერს ეკლესიაში შეაფარებდა თავს, მისი დაჟინებული მოთხოვნით ეს გააუქმეს, მაგრამ ისე მოხდა შემდეგ, რომ იმპერატორი დაუპირისპირდა ეტროპიოს, რაღაც ესეთი მაგალითებია შეიძლება ნაკლებ საინტერესო, მაგრამ იგი იძულებული გახდა, რომ აი ვისაც დაუპირისპირდა წმინდა იოანე ოქროპირს, მასთან მივიდა შეაფარა თავი და იოანემ არ მისცა საშუალება, რომ ეს ადამიანი დაესაჯა და ამა კიდევ უფრო მეტად გაამძვინვარა დედოფალი. ხო, შემდეგ ისე მოხდა, რომ აი ამ კონსტანტინოპოლში არიანელობა იყო ძალიან გავრცელებული, ჯერ არ იყო ბოლომდე დამცრობილი და გუთები ყავდა იმპერატორს ჯარში და გუთებში იყო ძალზედ გავრცელებული ეს არიანელობა. ისინი მოითხოვდნენ, რომ მათი ხელმძღვანელი ყოფილა ვინმე გაინე და მოითხოვა, რომ ერთ-ერთი ძველი ტაძარი დაეთმოთ კონსტანტინოპოლის ტაძარი, რომ მათ აღესრულებინათ თავიანთი მსახურება. იმპერატორი გათანხმდა თითქოს, მაგრამ წმინდა იოანე ოქროპირი ბუნებრივია ამას არ შეუთანხმდა, მივიდა ამ გუთებთან და საქმე ის არის, რომ ისინი არაფერზე უკან არ იხებდნენ სისხლის სხვა მიმდინარეობდა, მაგრამ მან ესეთი საოცარი სიმტკიცე რომ გამოიჩინა, შეშინდა ეს გუთების მმართველი, შეშინდა კი არა წარვით აღივსო და თავის შვილებიო დააჩოქაო მის წინაშეო. მან ტაძარი, ძველი ტაძარი არ გადასცა, არც ერთი ტაძარი გუთებს, მაგრამ ახალი ტაძარი აუშენა და ამავე დროს როგორც ქადაგებელი ხშირად მიდიოდა და თარჯიმნის მოუხებით ქადაგებდა და ეს ხალხი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ეს იყო ძალიან მისი დიდი დამსახურება. რაც შეეხება თეოფილე ალექსანდრიელს, თეოფილეს ყავდა მონაზვნები და ალექსანდრიიდან წამოვიდნენ და იოანესთან იჩივლეს თეოფილეს შესახებ, რომ თეოფილე არამართებულად იქცეო. იოანე ოქროპირი როგორც შული მოითხოვდა, იგი არ ჩაერია სხვა ეპარქიის საქმეებში, ანუ გეშერეს მონაზვნები, ხოლო თეოფილეს მეგობრული წერილი თხოვნა გაუგზავნა, რომ ეს ხალხი შეეწყალებინა და მოიქნებოდა მათ მიმართ ესეთი უსამართლო. ამ თეოფილემ მიიჩნია, რომ ეს იყო მის საქმეებში უხეში ჩარევა და უკვე აშკარად
დაუწყო მტრობა წმინდა იოანეს. ასევე მტერი იყო იოანესი არც მალავდა დედოფალი ევრაქსია. ჩამოვიდა იგი ალექსანდრიიდან თავის მხლებელ ეპისკოპოსებთან კონსტანტინოპოლში, აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქში დედოფალს ძალიან დაუახლოვდა, ისე რომ მას არც მოუკითხია ადგილობრივი მღვდელმთავარი და დაიწყეს 1000 რაღაცის ხლართვა, რომ აი მძინვარებდაო დაცემული ანგელოზი, რომელიც ადამიანის გონებას აღაურევს და მათ მოიწვიეს კრება, საეკლესიო კრება, რომელიც მათ არ აეხებოდათ არანაირად 403 წელს და ამ კრებამ 29 პუნქტიანი დადგენილება მიიღო, რომლის თანახმადაც იოანე ოქროპირს უნდა დაეტოვებინა თავისი კათედრა. და საინტერესო რა არის, რომ ამ 29 პუნქტიან ბრალდებებში და დანაშაულებში, ბჭყალებში იყო ერთ-ერთი, რომ იოანე ხალხში არ გადიოდა საერო ხალხთან და დამოუკიდებლად ცალკე სადილობსო. ანუ იმ ხალხს არ იღებს ამ საერო ხალხს და მათთანაც არ იღებს მონაწილეობას, რომ მათ ზეიმებში მიიღოს მონაწილეობა. ასევე იოანე, როგორც ცნობილია, რაც კი რამ ფუფუნების საგანი იყო, სულ ყველაფერი გამოიტანა დაურიგა გლახაკებს და რაც კი რამ შემოსავალი იყო, ეს შემოსავალი სულ ყველა ამ უპოვართათვის იყო განკუთვნილი. შემდეგ ესე მოხდა, რომ იოანე გადაასახლეს ბითვინიაში და გადასახლების დღეს დაიწყო სასტიკი მიწისძვრა. ისეთი ძლიერი იყო მიწისძვრა, რომ შენობები იგროვდა და განსაკუთრებულად ბიძგი და რხევა ჰქონდა იმპერატორის სასახლეს. შეშინებული დედოფალი ევდოქსია მიმართავს თავის მეუღლეს არკადის, რომ იქნებ დავაბრუნოთ ისე იოანე, რადგანაც ეს მიიჩნიეს და ნამდვილად ესე იყო, რომ უფლის რისხანებად, რომ არამართებულად მოექცნენ წმინდა იოანეს და თვითონ ევდოქსიამ დაწერა წერილი და სთხოვა პატიება, რომ დაბრუნდი უკან, ოღონდაც მე არა ვარ დამნაშავე, რომ შენ გაგასახლეს, თავის თავს კვლავ ემართლებდა. დაბრუნდა იოანეს 40 ეპისკოპოსი იყო, რომელიც ემხრობოდა, თუმცა მათ ვერაფერი ვერ გააწყვეს, არამედ ევდოქსიამ ეს განზრახვა თვითონ არ მიიღო. დაბრუნდა და საქმე ის გახლავთ, რომ ძლიერი მღერვალება იყო ზღვისაო და გემი გაიფანტენეს გემები და გემი სადაც წმინდა იოანე ოქროპირი იმყოფებოდა, სწორედ იმ ადგილს, იმ მამულს მიადგა, სადაც ის ქვრივი დედაკაცი ვენახი რომ მქონდაო და ესეც რაღაც ნიშანდობლივია. გადმოვიდა დიდი სიხარულით შეხვდა ხალხი იოანე, წმინდა იოანეს მობრძანებას და იოანე არაპირებს, რომ წავიდეს და თავის საკათედრო ტაძარში, რომელიც მას ეკუთვნის, იქ დაიწყოს მოღვაწეობა, იმიტომ რომ აი ეს კრება, რომელიც არამართებულად იყო მოწვეული, იმავე კრებას უნდა გაემართლებინათ იოანე. თუმცა კი უნდა აღინიშნოს, რომ თეოფილი ალექსანდრიელი გაიპარა აქედან, დაიმალა და ხალხმა, გახარებულმა ხალხმა, რომელიც იოანეს მოელოდებოდა, აღარ დაელოდა კრების გადაწყვეტილებას და წაიყვანეს და კონსტანტინოპოლში დაიწყო კვლავ იოანე მოღვაწეობა. შემდეგ ეს კრება, ეს სრულ კრება დაგმობილი იყო, მაგრამ აი ესეთი მზაკრული ხერხებით ცდილობდნენ მის დადუმებას. მისი დამოკიდებულება როგორი არის, მამონ გიორგი, სამართლიანობის მიმართ, ოჯახისა და სიყვარულის მიმართ თავისთავად? და მისი მთავარი მისია რა იყო? კი, აი მისი მთავარი მისია გითხარით, რომ აი საღვთისმეტყველო მეცნიერების არც ერთი დარგი არ დარჩენილა თქო. დავიწყოთ, რომ მას ეკუთვნის ჰომილიები. ჰომილიები ეს არის ქადაგებლობითი ღვთისმეტყველება, ქადაგებს 800-მდე სიტყვა ეკუთვნის მას. ეს სიტყვები არის შეეხება ასკეტიკას, ნეობრივი ცხოვრების წესს. უნდა აღინიშნოს, რომ აი მას სერიოზული განმარტებითი საქმიანობა ჰქონდა, ეგზეგეტიკა, აი მან შესაქმე სრულად განმარტა თავიდან ბოლომდე ფსალმუნები, წინასწარმეტყველები, მათესა და იოანეს სახარებები თავიდან ბოლომდე ზედმიწევნით, რომელიც დღესაც აღმზღვანელად იხმარება. განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა მას პავლე მოციქულის ეპისტოლეების მიმართ, ესეც განმარტა და მაგრამ საინტერესო რამეს მოგახსენებთ, რომ აი პავლე მოციქულის ეპისტოლეების განმარტებისას იგი ფიქრობს, რომ ეს ძალიან ზედმეტად სიღრმისეულად ხარ განმარტავს და ერთხელაც მის კელიაში შევიდა მორჩილი და დაინახა, რომ იოანე წერს რაღაცას და მას უკან ზურგით უდგას კაცი, რომელიც ყურში რაღაცას ჩარჩურჩულებს და ამან იფიქრა, ალბათ ხელი არ შეუშალოთ, გამობრუნდა უკან ელოდება დიდი ხნის განმავლობაში და არ გამოდის ის მხლევის კაცი, რომელიც იქ იყო. შემდეგ შევიდა და იქ აღარავინ აღარ არის და უთხრა წმინდა იოანე ოქროპირს, რომ აი თქვენთან რომ კაცი იყო საწავიდა და ვინ იყო, არავინ არ ყოფილა და აღუწერა და შემდეგ ხატი რომ ნახა პავლე მოციქული ეჩურჩულებოდა თურმე იოანეს და პავლე მოციქული აუწყებდა ამ თავისი ეპისტოლეთა განმარტების შესახებ და იოანე მიხვდა, რომ ეს იყო უფლისმიერი მინიშნება, რომ მას უნდა განემარტა
პარლიმენტის ქულის ეპისტოლეები და სხვა ასეთი უამრავი რამ ასევე უნდა აღინიშნოს რომ წმინდა იოანე ოქროპირმა ცნობილია ეკლესიაში ბასილი დიდის წირვა, რომელიც ხანგრძლივობით გამოირჩევა და ჩვენი ეკლესიის განმარტებლები და მაები ამბობენ ჩვენი სისუსტის გამო, აი ეს ლიტურგია იოანე ოქროპირის ლიტურგია შემცირებული შედარებით მცირე სახით, რომელიც წელიწადის ყველაზე უფრო დიდი დროის განმავლობაში აღესრულა ბასილი დიდის წირვა სულ რამოდენიმეჯერ და ეს იოანე ოქროპირმა ახაც კი თავისი წვლილი შეიტანა. რაც შეეხება ბარემასაც მოგახსენებთ, რომ აი იგი იყო მკურნალი, სნეულთა მკურნალი, აი ოჯახების დაპირისპირება რომ იყო ოჯახში მათი შემრიგებელი და სხვა. და ერთხელაც ესე იყო რომ აი როდესაც დაბრუნდა იოანე ევდოქსია დედოფალმა განიზრახა რომ თავისი კერპი აია სოფიის ტაძრის წინ დადგა ვერცხლის კერპი. დადგა ეს კერპი და ხალხი იქ მიდის მსახურების დროს ძალიან დიდი ხმაურია და იოანე იქადაგა და დედოფალთან მიიტანეს სიტყვა რომ იგი შესაწინააღმდეგოდ ქადაგებსო და ჰეროდია და დრფინავს და მოელოდება იოანეს თავის კვეთას იოანე ნათლისმცემელი გახსოვთ ეს სახარების ეპიზოდი რომელიც ჰეროდიამ როგორ განიზრახა იოანეს თავის კვეთა და ეს მიიტანეს დედოფალთან და შენ ჰეროდიადას გიწოდებსო და დედოფალი განზრს და ვეღარ გააჩერეს ეს ადამიანი და შეიპყრეს იოანე დიდ შაბათს ტაძარში მიუხვდნენ იგი ნათლავდა ხალხს წამოიყვანეს დააპატიმრეს სისხლის კი დაიღوارაო და 9 თვე ყავდათ მიმდინარეობდა მისი სამშაურო მე 2 თვე სახლში იყო გამოკეტილი და იგი გადაასახლეს უკვე საბოლოოდ და წაიყვანეს უკვე შერყეული ჯანმრთელობის მქონე მღვდელმთავარი კუკუზაში. კუკუზა ეს არის მცირე არმენია, მთიანი რეგიონი არის და აქ გზად მიმოვალი 70 დღე მიდიოდაო და დაიღალა, დაოსდა, აი გატყდა ფიზიკურად, ფაქტობრივად ფიზიკურად იმ კუთხით რომ მას აღარ შეეძლო და მთელი ზამთარი მე მწოლიარემ გაატარა. აქ იყო ისეთი ხრიოკი ადგილი რომ ადამიანს გარეთ გამოსვლაც კი უძნელდებოდაო, მაგრამ იოანესთან უამრავი ადამიანი მოდიოდა სხვადასხვა ოლქებიდან და მისგან იღებდა კურთხევას. ასევე მას ჰქონდა ეს ტრადიცია რომ აი სანამ კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა მან გააგზავნა დაწყებული სპარსეთიდან, ბითვინიიდან ყველა მხარეში გააგზავნა ქადაგებლები რომ ქრისტიანობა გაევრცელებინა მათ ენაზე თარგმნიდა წმინდა წერილს და ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია. შემდეგ ისე მოხდა რომ განიზრახა ევდოქსიამ რომ აქ კუკუზადან უფრო შორს გაესახლებინათ და წამოიყვანეს საქართველოში და ბიჭვინთაში კერძოდ კი კომაში რომ მოვიდა მას აქ ბასილის შესახებ შეიძლება ხუქსმენიათ ბუნებრივია ჩვენ მაყურებელმა იცის და მას გამოეცხადა ბასილისკო მოწამეობრივად აღსრულებული და უთხრა რომ შევხვალ ჩემთან იქნები. მართლაც აღესრულა იოანე დაასაფლავეს კომაში და გავიდა ხანი 30 წელი გავიდა და პატრიარქი პროკლე რომელიც არის კონსტანტინოპოლის მმართველი და ასევე იმპერატორი თეოდოსი მეორე ამ არკადიშვილი თხოვნით მიმართავს იოანეს რომ ჩამოაბრძანონ მისი წმინდა ნაწილები ვერცხლის კუბოს აიღებენ მაგრამ მიცვალებული ვერასიეს კუბოდან შემდეგ მიხვდა თეოდოსი დაწერა შენდობის წერილი თხოვა რომ მისი მშობლების მაგიერ შეენდოთ ცოდვების გამო შეენდო იოანეს და იოანეს სხედარი წამოიყვანეს და უნდა აღინიშნოს რომ აი ქალკედონში შეეგებაო თეოდოსი დაუჩოქა კუბოს და პატიება ითხოვა მისი მშობლების გამო აღსანიშნავია რომ აი რაც იოანე გარდაიცვალა მისი დედა ევდოქსია კუბოში ხომ ჩაასვენეს და მისი კუბო ირხეოდა არ ჩერდებოდა კუბო და როგორც კი მოაბზანეს და დაასვენეს მოციქულთა სახელობის ტაძარში ამ კუბომ შეწყვეტა რხევა და მისი ცხედრიდან მრავალი სასწაული აღესრულებოდა და იგი არის ეს ჩვენი გამორჩეული დიდი მნათობი რომელიც ასე მინდოდა დაწვრილებით მომეთხოდა რომლის წმინდა ნაწილების აღმოყვანება დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს სწორედ და იგი გარდაიცვალა 14 სექტემბერს, მაგრამ აღმოყვანება დღევანდელ დღეს არის და აქედან საქართველოსთან რომ გადააბრძანეს მისი წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში. თქვენის ნებართვით თუ მომცემთ ნებას ერთი წუთი გვაქვს დარჩენილი ჩვენ. წავიკითხავ ხო? პირისა შენისა მადლი ვითარცა ოქრო გამობრწყინდა და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავნა და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩვენა ჩვენ არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განსწავლენ ჩვენ ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო იოანე ოქროპირო შეწყალებად სულთა ჩვენთათვის ამინ. დავიβედროთ წმინდა
წმინდა იოანე ოქროპირის, რომ შეგვიწყალოს და ბეოხი იყოს ჩვენი ქვეყნისა, ჩვენი ეკლესიისა უფლის წინაშე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, მამა გიორგი. თქვენ შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი დეკანოზი გიორგი გუგუშვილი. ამასობაში 9 საათი შესრულდა, ერთად აღვავინოთ მისადებელი ლოცვა და დაგებრუნდებით შემდგომ გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხოვრო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია,
ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენდა, გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. გრძელდება ჩვენი გადაცემა ანსამბლი რუსთავი დიდ ბრიტანეთში ტურნესთვის ემზადება. მუსიკოსები საგასტროლო მოგზაურობაში 12 თებერვალს გაემგზავრებიან. ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი იმყოფება ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზში და ტურნეს შესახებ უფრო მეტს უკვე ჩართვიდან შევიტყობთ. ნინი, დილამშვიდობის. დილამშვიდობისა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ანსამბლი რუსთავი აქტიურად აგრძელებს ქართული კულტურის პოპულარიზაციას ესრუნვას და ამჯერად დიდ ბრიტანეთში გასტროლისთვის ემზადება. სულ მალე გაერთიანებული სამეფოს ქალაქების სცენებზე ქართული ფოლკლორისა და გალობის უძველესი ნიმუშები გაჟღერდება. გარდა მუსიკალური ნომრებისა, გასტროლის ფარგლებში მუსიკოსები ქართული მრავალხმიანობით დაინტერესებულ ადამიანებსაც შეხვდებიან. ჩემთან ერთად ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი მიშო ჯავახიშვილი არის და გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ იგი უფრო მეც მოგუყვება. მიშო, დილამშვიდობისა. მადლობა ამ თემით რომ დაინტერესდით. პირველ რიგში გილოცავთ, რომ ასეთი წარმატებით მიიწევთ წინ და მინდა კითხოთ, როგორ მიმდინარეობს რეპეტიცია, როგორ ემზადებით გასტროლისთვის. რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, რომ ანსამბლ რუსთავს აქვს ძალიან დიდი ისტორია და განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ რუსთავის საერთაშორისო ურთიერთობები ეს არის ანსამბლის ერთ-ერთი მთავარი გამორჩეული ნაწილი. ამიტომ ეს გრძელდება, რა თქმა უნდა, და ჩვენ უკვე სულ რამდენიმე დღეში გავემგზავრებით ბრიტანეთში, სადაც შედგება, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ღონისძიებები. ეს არ მოიცავს მარტო საკონცერტო გამოსვლებს, აქ არის სამუშაო შეხვედრები, სადაც დაესწრებიან ამ შეხვედრებს ქართული ხალხური სიმღერის დაინტერესებული პიროვნებები. იქ არსებობს რამდენიმე გუნდი, რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერას მღერის. თავად ბატონ ანზორ ერქომოიშვილს ძალიან დიდი მეგობრობა აკავშირებდა ბრიტანეთთან, იქ არსებულ გუნდებთან, ის თავად მოგზაურობდა ინგლისში და ასწავლიდა ქართულ ხალხურ სიმღერას ბრიტანელ სხვადასხვა ანსამბლის წევრს. ეს გზა გრძელდება. ამჯერად ჩვენ გავემგზავრებით რამდენიმე დღეში და დავიწყებთ შოტლანდიიდან ამ ტურს და შევხვდებით რამდენიმე ქალაქის გამორჩეულ შემადგენლობას, რომლებიც შეისწავლიან ასევე ქართულ ხალხურ სიმღერებს. აქ არ ხდება მარტო ის, რომ ეს ადამიანები მოისმენენ, აქ მთელი ტრადიცია, ასე ვთქვათ, ერთიანდება, სადაც სუფრის წესიც იქნება წარმოდგენილი, იქნება ამ სიმღერების სხვადასხვა ვარიანტების შესწავლა, პოპულარული სიმღერების რუსთავის რეპერტუარიდან, ასევე ვიცით, რომ ისინი იქ სწავლობენ კონკრეტულ სიმღერებს, მაგრამ მათ აინტერესებთ კიდევ სხვა ვარიანტების შესწავლაც ამ შემთხვევაში. და რა თქმა უნდა, საკონცერტო ნაწილი. ფაქტიურად ეს არის საკმაოდ დატვირთული გასტროლი, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურად 12 რიცხვიდან ვიწყებთ ღონისძიებებს, ყოველდღე გვაქვს სხვადასხვა ქალაქში კონცერტი და ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისთვის და ორ, ასე ვთქვათ, ქვეყანას შორის ეს იქნება საქართველო, ინგლისი, საქართველო, შოტლანდია.
იქნება ძალიან სასიკეთო და სასარგებლო კულტურული ურთიერთობების გასვლისთვის. და რა თქმა უნდა, სამომავლო გეგმებისთვის, იმიტომ რომ ეს მოგზაურობა დაიგეგმა შემოდგომაზე, როცა ჩვენ Royal Albert Hall-ში გავმართეთ კონცერტი, ძალიან ცნობილ მუსიკოსთან ერთად, ავი იტალისთან ერთად. და აქედან შემდეგ დაიგეგმა უკვე ეს ღონისძიება. კიდევ იგეგმება საგაზაფხულო ტური, ამ შემთხვევაში ინგლისში, რასაც მუშაობთ და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან ნაყოფიერი და ჩვენ კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, გავიხსენებთ იქ უცხოელ მსმენელთან და ქართული ხალხური სიმღერით დაინტერესებულ პირებთან ბატონ ანზორ ერქომაიშვილს, მის ურთიერთობას ამ ადამიანებთან და ამ შემთხვევაში ანსამბლ რუსთავის ახლანდელი შემადგენლობა, ახალი თაობა უკვე იმ გზას განაგრძობს, რასაც რუსთავის ძალიან დიდი და ისტორიული გზა ქვია. დიდ ბრიტანეთში ჩვენ შემოდგომაზე ვიყავით, თუმცა მანამდე ძალიან ბევრი გასვლა ჰქონდა ანსამბლ რუსთავის სხვადასხვა თაობას ბატონ ანზორ ერქომაიშვილთან ერთად და ჩვენ ეს ურთიერთობა ძალიან მჭიდრო გვაქვს, ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, გველოდებიან ინგლისელი და ასევე შოტლანდიელი შემსრულებლები, ეს ადამიანები ხშირად მოგზაურობენ საქართველოში, მაგალითად ეს არის მრავალხმოვნობის სიმპოზიუმის ფარგლებში გამართული კონცერტები, სადაც ისინი გამოდიან და ყოველთვის არის გაცვლითი, ასე ვთქვათ, ნაწილი. ამჯერად ჩვენ უკვე ფაქტიურად, რა ვიცი, მე რამდენიჯერ წარდგება რუსთავი ბრიტანელ მსმენელის წინაშე, ეს მნიშვნელოვანია და ძალიან საინტერესო ამბავი და ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო ფართო გზა გაიხსნება და დაინტერესებული პირები უფრო გაჩნდებიან ქართული ხალხური სიმღერის შესწავლის სურვილით. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა და ახლა მინდა გთხოვოთ, რომ ერთ-ერთი სიმღერა შეერჩიეთ თქვენი რეპერტუარიდან და ესეთ მხიარულ განწყობაზე დავამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. მე იქით გადავინაცვლებ.
ძალიან დიდი მადლობა ნინი ჩართვისთვის, ურმესი მადლობა ანსამბლ რუსთავს ამარაჩვეულებრივი ჰანგებისთვის და წარმატებები მინდა ვუსურვო მათ. მნიშვნელოვანი თემით დავბრუნდით თუ როგორია ბავშვთა სამგზავრო სავარძლების გამოყენების სტატისტიკა საქართველოში. სერტიფიცირებული სავარძლების მნიშვნელობა, მითების სავარძლების შესახებ და სიახლეები. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია Yorkar City-ს აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ლანა გიორგაძე. დილამშვიდობის ქალბატონი ლანა, მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის. თქვენს მადლობას გიხდით მოწვევისთვის. არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს გადაცემაში საგზაო წესების შესახებ, უსაფრთხოების შესახებ, ასევე ქარსითის შესახებ. თითქოს დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი უნდა გაუმჯობესდეს, ცნობიერება უნდა ამაღლდეს და სტატისტიკაც სამწუხარო ფაქტების უნდა შემცირდეს. მოდით ვისაუბროთ თუ როგორია სურათი დღევანდელ დღეს, რამდენად ამაღლდა საზოგადოებაში ცნობიერება ამ კუთხით და რამდენად ხშირად ხდება თქვენთან მომართვა იმისათვის, რომ სწორად ისწავლონ გამოყენება ამ სავარძლის. საზოგადოებრივი ორგანიზაცია Yorkar City 2020 წლიდან მუშაობს და ეხმარება მშობლებს კონსულტაციებს უწევს უფასოდ და დღიდან დაარსებისა 10,000-ზე მეტ მშობელს დავეხმარეთ. ყოველდღიურად გაზრდილია, რა თქმა უნდა, მომართვიანობა, მშობლები მოგმართავენ და უფრო მეტად შეშფოთებული არიან, რომ აქამდე რატომ არ იცოდნენ სავარძლების შესახებ და ყოველდღიურად მზარდია, რაც მახარებს. თუმცა შემაშფოთებელია სტატისტიკა დაღუპულ ბავშვთა. გასულ წელს 25 ბავშვი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. ხოლო დაშავდა 816. რაც შეეხება ბოლოს 3 წლის სტატისტიკას, 46 ბავშვია დაღუპული, ხოლო 2612 ბავშვია დაშავებული. შესაძლოა მათ შორის ისეთი ტრავმები მიიღეს, რაც სამუდამოდ იქნება მათთან ერთად. და ეს სტატისტიკა არის არა მხოლოდ ციფრები და რიცხვები, არამედ თითოეული ოჯახის ტრაგედია და რა განაპირობებს ახლა ამ ასეთ მაჩვენებელს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთი კონკრეტული რაღაც მიზეზის გამო, ეს არის სისტემური პრობლემა. პირველი და უმთავრესი არის სიჩქარის გადაჭარბება. როდესაც სიჩქარე მზარდია, შედეგი ავტოსაგზაო შემთხვევის უბრალოდ შეჯახება არ არის, ეს არის ფატალურად მსრულდება შემდეგ და ყოველდღე ვხედავთ ინფორმაციას, რომ დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად და ერთი ან ორი პირი ან შესაძლოა უფრო მეტი პირი. ამიტომ უფრო მეტი სიფრთხილე ამ მიმართულებით საჭირო, რომ სიჩქარე არ არის კარგი, როდესაც მგზავრობთ. შემდეგი არის ქცევა ადამიანის, როდესაც ისინი იყენებენ მობილურ ტელეფონს, არ იყენებენ ღვედს და ან დაბნეულები არიან საჭესთან და რაღაც ქცევის გამო ხდება ეს ავტოსაგზაო შემთხვევა. მესამე და უმთავრესი, რაც პირდაპირ ჩვენთან კავშირშია, ეს არის სამგზავრო სავარძლის გამოყენების შესახებ, ან არ იყენებენ, ან იყენებენ დარღვევით და არასწორ კატეგორიას. რა იგულისხმება დარღვევაში, ამაზეც ვისაუბროთ კატეგორიაში და ასევე თუ რომელი ასაკიდან რომელ ასაკამდე არის სასურველი და აუცილებელი, სასურველი არა, აუცილებელი რომ გამოვიყენოთ სამგზავრო სავარწელი. 0-დან 12 წლამდე არის მნიშვნელოვანი რომ გამოვიყენოთ სამგზავრო სავარწელი. რა თქმა უნდა, ყველა ასაკზე სხვადასხვა კატეგორიის სამგზავრო სავარწელია და არავინ არ მოათავსებს აი 0-13 კილოგრამ სამგზავრო სავარწელში 5-6 წლის ბავშვს. და როდესაც ჩვენ გამოგვყავს სამშობიაროდან ბავშვი, იმ დღიდან უკვე ვიყენებთ 12 წლამდე. ამასთან დაკავშირებით ხშირად წერენ ხოლმე კომენტარებს, რომ 12 წლის ბავშვები ადრე ოჯახდებოდნენ და ახლა თქვენ სავარძელში გინდათ ჩასვათ. ეს რა თქმა უნდა არ იყოს სწორი, რომ ოჯახდებოდნენ და 12 წლის ბავშვი 12 წლამდე გამოიყენება და ჩვენ არ გულისხმობთ, რომ რაღაც კონკრეტულ პატარა სავარძელში მოვათავსოთ, ეს არის ასამაღლებელი ბალიში 8 წლიდან, რომელზეც მოთავსდება ბავშვი, რათა ღვედმა სწორად გაიაროს მკერდთან და არ გაიაროს კისერთან. რათა არ მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვის დაზიანება ან ფატალურად არ დასრულდეს ეს ავტოსაგზაო შემთხვევა. დიახ, ასევე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენ წინა შეხვედრებიდან მახსოვს და საუბრიდან დამაყურებელს შევახსენოთ, რომ მნიშვნელოვანია ასევე გავითვალისწინოთ მრავალჯერადი გამოყენების არის თუ არა ეს სავარწელი და რის განიცავს თავისთავად ეს წესებიც რომ შევახსენოთ მაყურებელს, რა უნდა გაითვალისწინოთ. ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სამგზავრო სავარწელი, პირველი სამგზავრო სავარწელი 90%-მდე იცავს ბავშვს.
ყოველი შემდეგი ნაბიჯი უფრო ნაკლებად იცავს და უკვე ღვედთან მიმართებაში გვაქვს 50%-იანი დაცვა. თუმცა რა თქმა უნდა ეს არის ძალიან კარგი, როდესაც ჩვენ ვიცით რომ რაღაც მოწყობილობა, საშუალება გამოიგონეს, რომელიც ჩვენ სიცოცხლეს იცავს. და ზედმიწევნით თუ დავიცავთ წესებს, თუ შევარჩევთ სწორი კატეგორიის სამგზავრო სავარძელს ბავშვის ასაკის, წონისა და სიმაღლის გათვალისწინებით, თუ დავამონტაჟებთ სწორად, როდესაც გვაქვს ესეთი შემთხვევები, რომ შეიძინეს სწორი კატეგორიის სამგზავრო სავარძელი, თუმცა ის არასწორად ან უბრალოდ ჩადეს, მოათავსეს და არ დაამონტაჟეს. თუ დამონტაჟებ თან გადმოგაწვდით ამ სავარძელს კაპიტანი და თქვენ რომ არჩენოთ და აუხსნათ მაყურებელს თუ როგორ არის სწორი პოზიცია სავარძლის დამაგრების მანქანაში. ეს არის ბავშვის მოთავსების 0.13 კილოგრამის სამგზავრო სავარძელი, რომელიც სახით საბარგულისკენ მონტაჟდება. რას გულისხმობს ეს? ბავშვს თავი აქვს საბარგულისკენ იხედება და ეს ნიშნავს 5-ჯერ უფრო მეტად უსაფრთხო მგზავრობას, ვიდრე ჩვეულებრივ პოზიციაში მგზავრობა. ეს კონკრეტული სამგზავრო სავარძლები, რომელიც ახალშობილისთვის გამოიყენება, არამც და არამც არ მონტაჟდება სხვა პოზიციაში, ანუ აუცილებლად სახით საბარგულისკენ. დავამონტაჟებთ, აი აქ გაივლის ავტომობილის ხვედები, უკანა ნაწილსაც დაფარავს, დამონტაჟდება, სახელურიც ეს სწორ პოზიციაშია, შემდეგ ჩავსვამთ ბავშვს და ხვედებს მოვათავსებთ შევკრავთ აუცილებლად და ბავშვის სხეულსა და ღვედს შორის ერთი თითი უნდა გვეტეოდეს. ან შესაძლოა გამოვიყენოთ ესეთი ტესტი, რომ თუ ეს არ შეიკვრება, ესე იგი სწორად გვაქვს ყველაფერი დამონტაჟებული და შეკრული და ბავშვი უსაფრთხოდ არის მასში. ბავშვის ჩაცმულობასაც აქვს თუ არა მნიშვნელობა ასეთ შემთხვევაში, როდესაც ვათავსებთ სამგზავრო სავარძელში? უსაფრთხოდ უნდა იყოს ბავშვი აუცილებლად და არ უნდა ეცვას მას სქელი ქურთუკი. ახლა ზამთარია, სუსხიანი დღეები კიდევ წინ გვაქვს და ამიტომ მშობლებს ვთხოვ რომ გახადონ სქელი ქურთუკი, მოათავსონ ბავშვი. ეს პირველ რიგში ღვედების არასწორად შეკვრას იწვევს, შესაძლოა ბავშვი შემდეგ შეჯახების ან დამუხრუჭების დროს უბრალოდ ამოვარდეს ამ ქურთუკიდან და ბავშვის გადახურებას, რაც ასევე არ შეიძლება და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვს ჭირდება ნორმალური ტემპერატურა და ეს სავარძელშიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მესმის მშობლების რომ ძალიან რთულია ქურთუკი გახადოს, ჩასვას, მაგრამ გვაქვს ოქროს წესი. პლედის ან ქურთუკის ზემოდან დაფარება, როდესაც ხვედებს შევუკრავთ და ეს პლედი შესაძლოა იქონიონ ავტომობილში და მუდმივად გამოიყენონ მშობლებმა. ან წინასწარ გაათბონ ავტომობილი და შემდეგ ჩაიყვანონ ბავშვი, რათა ბავშვი კომფორტულად მოთავსდეს ავტომობილში. დიახ, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი, ზოგ შემთხვევაში გქონიათ თუ თავისთავად ხა მცირეწლოვანი ბავშვს არავინ არ მოათავსებს ცალკე უკანა სავარძელზე, ხო მარტო, მაგრამ მიაჩნიათ სწორედ, როდესაც უფროსი ან დედას ან სხვა ოჯახის წევრს უჭირავს ბავშვი ხელში და გონიათ რომ არის დაცული. ესეც თავისთავად დარღვევა. რა თქმა უნდა ეს არის დარღვევა და ბავშვის სიცოცხლის უქმნით საფრთხეს სიცოცხლეს. როდესაც ხდება შეჯახება ან რაღაც დამუხრუჭება, ესეთი ძლიერად დამუხრუჭება, ჩვენს კალთაზე მოთავსებული ბავშვი წინ გადადის და მთელი სიჩქარით მიდის წინ. ჩვენზე მეტი საფრთხე ამ ბავშვს ემუქრება. ასეთი შემთხვევებიც არის სოციალურ ქსელში, რომ მშობელი ზის ღვედი შეკრული აქვს და ბავშვი კალთაში უზის. ანუ თვითონ დაცულია, უსაფრთხოდ მგზავრობს და ამ დროს ბავშვს დიდი საფრთხე ემუქრება. მე ვფიქრობ, რომ მშობელს გააზრებული რომ ჰქონდეს ის საფრთხე, რაც ამ ბავშვს ემუქრება, ამას არ გააკეთებდა. მაგრამ ოდესაც ჩვენ ან კომენტარებში ვწერთ მასთან, ან პირადად ვწერთ, რომ ასე აღარ უნდა მოიქცეს, რა თქმა უნდა, არა ის რომ ეს მიიღოს მშობელმა, არამედ თავის დაცვის პოზიციაშია, რომ ჩემი შვილი არ ჯდება სავარძელში და მას ურჩევნია რომ წინ იჯდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვრისკავთ ბავშვის სიცოცხლეს და გააზრებულად უკვე ვაყენებთ მას საფრთხეში. დიახ, მნიშვნელოვანი არის ასევე თავისთავად ის წეგან რაც ახსენეთ, უფრო ასაკით დიდი ბავშვებისთვის ხომ ასამაღლებელი ბალიშები, რომელიც ეხმარება გარკვეულწილად ღვედთან მიმართებაში. აი ეს სწორი პოზიციება როგორ ხდება და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ დროს ასამაღლებელი ბალიშის გამოყენება? ასამაღლებელ ბალიშზე აქვე ვიტყვი, რომ ხშირად მშობლები მომმართავენ და მეუბნებიან, რომ აი 3 წლიდან გამოვიყენებ. 3 წლიდან ასამაღლებელი ბალიშის გამოყენება არ შეიძლება კატეგორიულად, არც 5 წლიდან. ეს შეგვიძლია 8 წლიდან გამოვიყენოთ, როდესაც ბავშვს გარკვეული სიმაღლე აქვს, წონა და მომზადება იმისთვის, რომ ავტომობილის ხვედით შეიკრას სწორ პოზიციაში შემდეგ, როდესაც ამაღლებული იქნება სათანადოდ. და როდესაც მკერდთან გადის ეს ხვედი, ესე იგი სწორი პოზიციაა და არ აქვს მიბჯენილი კისერთან.
რაც შეეხება მის გამოყენებას 8-დან 12 წლამდე ხდება, თუმცა ზოგი ბავშვი უკვე 8 წლისაც ისეთ 150 სანტიმეტრია და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა თუ მას ერგება ავტომობილის ხვედი სწორად და ის იცავს მას არ გვჭირდება სამგზავრო სავარძელი, მაგრამ თითოეული შემთხვევა უნდა განვიხილოთ ინდივიდუალურად. დიახ და არასწორი გაკეთება ღვედის შეიძლება პირიქით საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს და მრავალი დაზიანებები გამოიწვიოს ხომ თავისთავად. ლანა, რომ ვისაუბროთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ, რომელიც როგორც აღნიშნეთ, მუდმივად უწევს კონსულტაციებს საზოგადოებას, ხო, როგორ ხდება თქვენთან დაკავშირება? ეს სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება, ზარების მეშვეობით თუ როგორ არის მოსხერხებელი თქვენთან კომუნიკაცია? ჩვენთან კომუნიკაციას სოციალურ ქსელში შეძლებენ მშობლები. ძირითადად Facebook-ზე ხდება მომართვიანობა, რადგან Facebook-ზე ბევრად აქტიურად ხდება ყოველდღიურად პოსტების განთავსება. მშობლებს უხსნით თუ როგორ უნდა გამოიყენონ სამგზავრო სავარძელი, რა სხვადასხვა წესია იმ უსაფრთხოებისთვის. ასევე გვაქვს Instagram გვერდი და სხვადასხვა სოციალურ ქსელს ვიყენებთ. ასევე აქტიურად ვმუშაობთ, რომ Google-შიც ბლოგები იყოს მისაწვდომი და ნებისმიერ ადგილზე, სადაც მშობელი გადაწყვეტს, რომ ბავშვის საფრთხოებისთვის რამე ინფორმაცია მოიძიოს, ყველგან დახვდეს ჩვენი გადამოწმებული ინფორმაცია. და 6 წელია უკვე ვმუშაობ ამ თემაზე და მინდა პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ თითოეული ის ინფორმაცია, რასაც ვათავსებთ, ეს არის გადამოწმებული მრავალგზის და ისეთი ორგანიზაციების მიერ გადამოწმებული და შექმნილი, დიახ, რომელიც არ იქნება, რომ საფრთხეს არ შეუქმნის ბავშვებს. ამ საქმეს პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ესე ძირითადად რა კითხვებით მოგმართავენ ხოლმე და როგორი არის მათი დამოკიდებულება და ასევე საინტერესოა შეძენის კუთხით თქვენ აძლევთ თუ არა რეკომენდაციებს, აი როგორ ხდება ამ შემთხვევაში შერჩევა სავარძლის? როდესაც შერჩევას სურთ, მაშინაც მოგმართავენ და სერტიფიცირებული სავარძლები ვის შემოაქვს, რა თქმა უნდა, ვურჩევთ მათ, რომ ჩვენ არა გვაქვს რაღაც ობიექტური განწყობები, ნებისმიერი მათთვის სასურველ სერტიფიცირებულ სამგზავრო სავარძელს ვურჩევთ. და შემდეგ უკვე მომმართავენ, რომ სწორად არის თუ არა დამონტაჟებული, სწორად მოირგო თუ არა ბავშვმა სავარძელი. ამის შემდეგ არის გარკვეული რაღაცები, მაგალითად ბავშვი ჭირვეულობს და არ უნდა სავარძელში ჩაჯდომა, ჩვენ ფსიქოლოგის რჩევებით ვეხმარებით, სხვადასხვა რჩევას ვაძლევთ მას. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხვედებს ვეღარ ირგებენ ბავშვები, ან გარეცხეს ეს და ვეღარ მოხდა მათი სწორად დამაგრება, ნებისმიერ შემთხვევაში, რაც უკავშირდება ბავშვის უსაფრთხო ტრანსპორტირებას, მოგმართავენ ჩვენ და ვეხმარებით დღის ნებისმიერ მონაკვეთში. არაერთხელ ახსენეთ საუბარში და მეც ჩვენ შეხვედრის დასაწყისში მაყურებელს ვუთხარი სერტიფიცირებული სავარძლები. რატომ არის აუცილებელი, რომ იყოს სერტიფიცირებული და ასევე კიდევ ერთხელ გამახვილდეთ მეორადი გამოყენების სავარძლებზე? აუცილებლად უნდა იყოს სერტიფიცირებული და რას გულისხმობს ეს? ევროკავშირის ქვეყანაში და არა მარტო ევროკავშირის ქვეყნებში ხდება სამგზავრო სავარძლების სერტიფიცირება გამოცდა შეჯახების დროს და სპეციალურად გამოიცდებიან სამგზავრო სავარძლები. გარდა ამისა, დამოუკიდებელი ორგანიზაციები, მაგალითად გერმანული დამოუკიდებელი ორგანიზაცია ADAC ასევე გამოცდის სამგზავრო სავარძლებს. ხდება წინიდან შეჯახება, გვერდითი შეჯახება და ასევე ქსოვილი ხომ არ არის, რამე ტოქსიკურ ნივთიერებას ხომ არ შეიცავს, რაც ბავშვის სიცოცხლისთვის ასევე სახიფათოა. როდესაც გვაქვს ჩვენ რომ ეს სამგზავრო სავარძელი არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, გამოცდილია და მან დაიცვა ბავშვის სხეული და არ მიაყენა მას საფრთხე, ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა უწევთ გამოყენებისთვის რომ შეუძლიათ შემდგომ გამოიყენონ. ინტერნეტით ვრცელდება ესეთი გაურკვეველი წარმომავლობის ღვედის დამჭერი საშუალებები, რომელიც არ არის სერტიფიცირებული, რომელსაც 35 ლარიდან რაღაც 100 ლარამდე ყიდიან სხვადასხვა გვერდი სოციალურ ქსელში და მშობლებს შეცდომაში შეიყვანენ, რომ აი ეს დაიცავს პატარას. რა თქმა უნდა, ის ვერ დაიცავს ბავშვის სიცოცხლეს და ის მისი გამოყენება არ შეიძლება და ჩემი აზრით ასეთ გვერდებს უნდა ჰქონდეთ რაღაც გარკვეული მექანიზმი უნდა იყოს, რომ მათ შეუჩერდეთ ესეთი სავარძლების გაყიდვა. სავარძელს არ დავარქმევთ იმას, უბრალოდ რაღაც
სამჯერი მოწყობილობის. მეორედ სავარძლებსაც შეეხება, სავარძლებს აქვთ გარკვეული ვადა. ამ კონკრეტული მოდელების არის 6 წელი, შემდეგ 6-დან 9 წლამდე და როდესაც ჩვენ ამას კარგად გამოვიყენებთ სავარძელს და გავა ვადა, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მისი გამოყენება უკვე საფრთხის შემცველია. ზიანდება ეს ქსოვილები, ის ქაფი რაც მასშია და ასევე გარკვეული წლების შემდეგ სულ სხვა სტანდარტებია, სულ სხვა რაღაცებია, თან ავტომობილში მოთავსებული სავარძელი, რომელსაც წვიმის დროს, ყინვის დროს, მზის დროს სულ მუდმივად ავტომობილში გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აზიანებს ამას დროთა განმავლობაში. ლანა ის რომ როგორც ახლა ვთქვათ, იგივე ღვედებთან მიმართებაში გარკვეული ღონისძიებები გატარდა ხომ, რომ რაღაც აქციები იყო, ჯარიმები და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში რამდენად ხედავთ აუცილებლობას, რომ იყოს ბავშვი დაცული, იყოს მოთხოვნილი ოფიციალურად საკანონმდებლო დონეზე, რომ იყოს ყველა ოჯახში იქ, სადაც პატარა არის ეს აუცილებელია დიახ დროს ქარსიცის მეშვეობით. კანონის მიღება არის აუცილებელი და მე ვფიქრობ, რომ იმ მშობლებისთვის, რომლებსაც ცნობიერებაც ამაღლებული აქვს, ინფორმირებულია, მაგრამ მაინც არ იყენებენ, ამ შემთხვევაში კანონი იქნება ის მექანიზმი, რის გამოც ისინი დაიწყებენ სამგზავრო სავარძლის გამოყენებას. თუმცა, აქაც გვექნება აღსრულების პრობლემები, მშობლები ეცდებიან, რომ რაღაცით დაარღვიონ, არ გამოიყენონ და სხვადასხვა მიზეზი თქვან ამისთვის, რომ ან ძვირია და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ როდესაც მშობელი არის ინფორმირებული და როდესაც მისი მიზანია, რომ მისი შვილი უსაფრთხოდ იყოს, ამ შემთხვევაში ნებისმიერ ნაბიჯს გადალახავს და წინააღობას. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, საინტერესო საუბრისთვის და რჩევებისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ საზოგადოებრივი ორგანიზაცია იორქარსიცის აღმასრულებელი დირექტორი კაპიტანი ლანა გიორგაძე. დღევანდელი ჩვენ გადაცემაც დასრულდა. ამ ხნის განმავლობაში მე სოფია კუჭავა ვუძღვებოდი დღევანდელ ეთერს. ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ და მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. ნახვამდის.